სოციალურ ქსელებში შემზარავი კადრები ვრცელდება თუ როგორ უმოწყალოდ ხოცავენ სირიაში ბაშარ ასადის მხარდამჭერებს, ალავიტებს და ამას ამართლებენ მათი მხრიდან შესაძლო აჯანყებით. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფმა ადამიანის უფლებათა სირიის ქსელმა განაცხადა, რომ სულ მცირე 642 ადამიანი დაიღუპა ძალადობის შედეგად, მათ შორის 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მოკლეს მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა ჩაატარეს ახალგაზრდების და მოზრდილების ფართო საველე სიკვდილით დასჯა. მათ გამოგვიცხადეს ჯიჰადი. შეიარაღებული ადამიანები სახლიდან სახლში გადადიოდნენ და თავს ესხმოდნენ ხალხს და ამით ერთობოდნენ. თქვა ქალაქ ლატაკიის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა ამჯობინა. ხალხი გარბოდა, ვინც ვერ ახერხებდა დახოცეს. ჩემი 70 წლის ბიძა და მისი 60 წლის ცოლი ცივსისხლიანად მოკლეს სახლში. ორივე ალავიტი იყო, რომლებიც ცხოვრობდნენ ქალაქ ბანიასში, დასავლეთ ტარტუსის პროვინციაში. მეშინია ჩემი და ჩემი ორი შვილის სიცოცხლის გამო. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ლატაკიასა და ტარტუსში მასობრივად ცვლა 5 შაბათს ღამით დაიწყეს მას შემდეგ, რაც ასადის ერთგული წევრების მიერ განხორციელებული თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.